მოგესალმებით, ეს არის გადაცემა საზოგადოება და სამართალი, მე მისი წამყვანი ბესიკ ჩიხლაძე ვარ. დღეს ჩვენ გადაცემაში სასაუბროთ მოვიწვიეთ სახალხო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე გიორგი სულაკაძე. ვესაუბრებით გარიგებაზე, კერძოდ გარიგების ფორმებზე და მასთან გადავალ პირველი შეკითხვით. კიდევ ერთხელ გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩემი პირველი შეკითხვა იქნება ესეთი. ზეპირი გარიგება რამდენად ხშირია ყოველდღიურ ცხოვრებაში და თუ იცნობიერებს თუ არა მოსახლეობა, საზოგადოება იმას, რომ ის ყოველდღიურად ამ ზეპირ გარიგებას დებს, ამა თუ იმ ფორმით. უნდა ითქვას, რომ ზოგადად სამართალი გარიგების ორ ფორმას იცნობს, ეს ახლის ერთი ზეპირი სახის გარიგებები და მეორე ეს არის წერილობითი ფორმით დადებული გარიგებები. ხშირად საზოგადოებაში აზრი არსებობს იმისი, რომ გარიგება მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი ფორმით იდება და ნამდვილი გარიგება, ასე რომ ვთქვათ, წერილობითი ფორმით არის გაფორმებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ წერილობითი გარიგებების ხვედრითი წილი ზოგადად გარიგებებში ზეპირ გარიგებებთან შედარებით არის ძალიან მცირე. ნებისმიერი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყოველ დღე ადამიანი სხვადასხვა სახის გარიგებებში შედის, ისე რომ ის ვერან არაცნობიერებს აღნიშნულ საკითხზე. მაგალითისათვის მარტივად რომ ავიღოთ ავტომანქანის მფლობელი, რომელიც მიდის მანქანით ბენზინგასამართ სადგურში და ახორციელებს საწვავის ავტომანქანაში ჩასმას, ავტომატურად შედის ზეპირ გარიგებაში შესაბამის კომპანიაში, იდება ჩვეულებრივად ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც წარმოიშვება გარკვეული უფლებები და ვალდებულებები, მაგალითისათვის ამ კონკრეტულ მაგალითზე საწვავის გამყიდველი ვალდებული არის მოგაწოდოთ შესაბამისი ხარისხის და შესაბამისი რაოდენობის საწვავი, თქვენ კიდევ ავტომატურად წარმოგეშვებათ უფლება, ის ვალდებულება გადაიხადოთ ამ საწვავის შესაბამისი ღირებულება. იგივე ნებისმიერ მაგალითისათვის რომ ავიღოთ მაღაზიაში ნებისმიერი სახის პროდუქტის შეძენა, რომელსაც მრავალჯერადი ხასიათი აქვს დღის განმავლობაში. სხვადასხვა სახის მომსახურეობას, რომელსაც ეწევა ესა თუ ისა კომპანია, ანუ ესა თუ ფიზიკური პირი ეს. ანუ უნდა ითქვას, რომ დღევანდელ ცხოვრებაში და ზოგადად მთლიანად არა მარტო დღესდღეობით ადამიანი საკმაოდ ბევრი სახის გარიგებებს დებს და მათი უმრავლესობა უნდა ითქვას, რომ არის ზეპირი ფორმით დადებული. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ შეგიძლიათ გითხრათ ადამიანს საზოგადოების წევრს თუ აქვს გათვითცნობიერებული ის ან თუ რამე დავა შეიძლება წარმოიშვას ამასთან დაკავშირებით, რომ ის შევიდა ზეპირ გარიგებაში. ხა თავისი შინაარსით გარიგება ნიშნავს ის, რომ ავტომატურად მისი დადებისთანავე წარმოიშვება გარკვეული უფლებები წარმოგვეშვება, მაგალითად მოთხოვნის უფლება და შესაბამისად წარმოიშვება გარკვეული ვალდებული. იქ სადაც არსებობს მოთხოვნის უფლება, არსებობს ასევე ვალდებულება, რომ შესრულდეს ესა თუ ის მოთხოვნა. ამ შემთხვევაშიც უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად გაცნობიერებული აქვთ სასამართლომდე თუ მოდის საქმეს, იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე გაცნობიერებული იყო ამ გარიგების შინაარსი მხარისათვის, ის მისთვის ცნობილი არის და აცნობიერებს იმ გარემოებასაც, რომ მას გააჩნია ამ გარიგებიდან გამომდინარე, თუ ის არ შესრულდება ან არაჯეროვნად შესრულდება, გარკვეული მოთხოვნის უფლება წაუყენოს იმ პირს, ვისთანაც შედის გარიგებაში. თუმცა ზეპირი და წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებებთან მიმართებაში აქ სასამართლოში ცოტა სხვა თემები წამოიწევა წინ, კერძოდ ეს არის მტკიცების ტვირთი. შესაძლებელი არის, რომ ზეპირი სახით დადებულ გარიგებების დროს საკმაოდ რთული არის გარიგების გარკვეული პირობებზე მტკიცება, რომ დაიდო გარიგება და ამ გარიგების საფუძველზე მხარეებს ჰქონდათ აღებული ესა და ეს ვალდებულება. მხოლოდ და მხოლოდ მხარის ახსნა განმარტებით ეს გარემოება არ დასტურდება, თუ რა თქმა უნდა ამას არ ეთანხმება მეორე მხარე, ხომ? და ამის გათვალისწინებით საქმიან ურთიერთობებში უპირატესობა მაინც ყოველთვის ენიჭება წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებებს. ზეპირი გარიგებები, აი ესეთი სახის გარიგებებია, რომელსაც ყოველდღიურად ასე რომ ვთქვათ იყენებენ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობებში, ისე რომ ხშირ შემთხვევაში არც უფიქრდებიან და ვერც კი ათავისებენ ამ
რამდენად შეიძლება პირი დაზარალდეს ზეპირი გარიგების დროს? შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, თუ არ შესრულდა ვალდებულებები, ავტომატურად ეს ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, მოხდება ზიანის მიყენებაც, ზარალის მიყენებაც, მაგალითად ნებისმიერი გარიგება ავიღოთ, ახლა მაგალითად რომ ავიღოთ საკვები პროდუქტი შევიძინე მაღაზიაში, ხომ? დაუშვათ შაქარი ან დაუშვათ პური და რომლის მოხმარების შედეგად დადგა ისეთი შედეგი, დაუშვათ მაგალითად მოვიწამლა ადამიანი ან კიდე პროდუქტი იყო ვარგისი, ანუ არ მივიღე, ვიდრე სახლში ამოვიტანდი, დაუშვათ ნახე, რომ ის პროდუქტი არის გამოყენებისათვის უვარგისი. ანუ დაუშვათ მაგალითად არის ვადაკასული. შესაბამისად ეს ავტომატურად წარმოშვებს ხელუხლებებს აღვადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ვინაიდან გარიგება ფაქტიურად არ შედგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაგალითად თუ ვადაკასული პროდუქტი ვიყიდე, წარმოიმეშვება მე ავტომატურად უფლება მიუტანო და დავაბრუნო ეს ვადაკასული პროდუქტი, თუ ის მოხმარებული არ მაქვს, რა თქმა უნდა, და სამაგიეროდ მოვითხოვო ის თანხა, რომელიც მე გადავიხადე ამ პროდუქტში, ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, რომ პროდუქტი უნდა იყოს შესაბამისი ხარისხის და მოხმარებისათვის საჭირო თვისებების მატარებელი. ანალოგიურად იმ შემთხვევაში მაგალითად თუ მოვიხმარეთ და ამან გამოიწვია კვლავ რაღაც ძიმე შედეგები, მაგალითისათვის რომ ავიღოთ მოხმარების შედეგად განუცადა საუბმა ინტოქსიკაცია, დამჭირდა სასწრაფოს გამოძახება, შემდგომში იძულებული გავხდი გამეწია გარკვეული ხარჯები მკურნალობისათვის, ეს ავტომატურად წარმოშვებს დამატებითი მოთხოვნის უფლებებს, კერძოდ იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც პროდუქციის ხარისხობის გამო მაგალითად მიიღო კონკრეტულმა მომხმარებელმა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წარმოშვებს ვალდებულებებს. თუ შეიძლება გაგვიმარტოთ დელიქტური ვალდებულებები რა არის? დელიქტური ვალდებული ზოგადად ზიანზე, როდესაც საუბრობთ, დელიქტის ერთ-ერთი მისი შემადგენელი ნაწილი არის, ანუ არსებობს ხო ზიანის ან სახელშეკრულებო ზიანი არსებობს და არასახელშეკრულებო ზიანი არსებობს, რომლის ერთ-ერთი სახე არის დელიქტიც. ანუ დელიქტი შეიძლება იყოს მართლწინააღმდეგო ქმედებით ვინმესათვის ზიანის მიყენება, მაგალითისათვის რომ ავიღოთ დანაშაულით მიყენებული ზიანი, მაგალითისათვის მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ ავტომანქანის აქურდვა მოხდა მაგალითად საცხოვრებელი ბინის ან ავტომანქანის მოხდა ამ ავტომანქანის შემდგომში განადგურებას ავტომატურად ნიშნავს რომ ამ დანაშაულებრივი ქმედებით მხარეს მიადგა ზიანი ან მაგალითად სახლიდან ძვირფასი სამგავლები იქნა წაღებული ეს ერთი რომ ქურდობა განხორციელდა მართლწინააღმდეგო ქმედება და მართლწინააღმდეგო ქმედებამ წარმოშვა ზიანი კერძოდ ის ზიანი რომ მიიღო პირმა რომელსაც მოპარეს აღნიშნული ნივთები მატერიალური ხასიათის ზიანი მიადგა, რაღაც ფულად თანხაში დაზარალდა მატერიალური. რა თქმა უნდა, დაზარალება ხდება. არის აგრეთვე სახელშეკრულებო ზიანი, მაგალითად სახელშეკრულებო ზიანი არის ისეთი სახის ზიანი, რომელსაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობით იქნა გამოწვეული. მაგალითად რაც ამ რამოდენიმე წუთის წინ მე ვისაუბრე პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით. ან კიდე იგივე სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, როდესაც ხარები შეთანხმებული ვართ, რომ კონკრეტული რაოდენობის თანხა დაბრუნებული იქნას შეთანხმებულ ვადაში და შესაბამისად ვადის დარღვევით დაბრუნდება აღნიშნული თანხა. ავტომატურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე დამიბრუნდება ეს თანხა, დაუშვათ ეს არის ამ მთელი პერიოდის განმავლობაში მე რა თქმა უნდა მადგება ზიანი და მე შემიძლია მოვითხოვო მეუღებელი შემოსავალი. ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია თქო, ვინაიდან ფულზე არის საუბარი, ეს ფულადი თანხა განმოთავსოთ იგივე საბანკო ანგარიშებზე და ამ საბანკო ანგარიშებით მე შევიძინოთ, მივიღოთ გარკვეული დივიდენდი. შესაბამისად, ვადის დაგვიანებით ვინაიდან არ დამიბრუნდა ეს თანხა, მე ვაცდენ ამ თანხიდან, ასე რომ ვთქვათ, ვერ ვიღებ შემოსავალს, რაც მეუღებელი შემოსავალი ქვია და შესაბამისად ამ მეუღებელი შემოსავალს
შემიძლია მოვითხოვ მისი ანაზღაურება. ეს არის რაც შეეხება დელიქტების თემა საკმაოდ ესეთი რთული არის, მრავალფეროვანი არის და ეს შემთხვევაში გადასაწყვეტად რთული არის იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ შემთხვევაში სპეციალურ ცოდნასაც საჭიროებს მაგალითისათვის, რომ ავიღოთ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი. ზოგადად, როდესაც ზიანზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს 4 ძირითადი ნიშანი, რომლებიც ზიანის ანაზღაურების წინაპირობას ქმნის. მაგალითისათვის, რომ ავიღოთ მართლწინააღმდეგობა უნდა იყოს ქმედების პირველ რიგში, ანუ კანონსაწინააღმდეგო ქმედება უნდა იყოს, შემდეგ უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და თამდგარ შედეგს შორის. მინდოდა მეკითხა, ანუ მიზიანი გამოწვეული სხვა პირის მხრიდან, მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევა რო განვიხილოთ, თუ მე დამეჯახა ავტომანქანა და მე დავეჯახე სხვა ავტომანქანას. ესეთ შემთხვევაში რა ხდება? ანუ მე ხო არ დამიზიანებია ჩემს გამო და ჩემი შემთხვევიდან გამომდინარე ის ავტომანქანა, რომელსაც მე დავეჯახე, მე დამეჯახე უკნიდან. ანუ ზიანი ის გამომწვევი აქ უნდა დადგინდეს ვინ არის, ასე რომ ვთქვათ, ეს კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა არის, შესაბამისად ავტოსაგზაო შემთხვევის თქვენით რომ სხვა წესითაც რეგულირდება, კერძოდ ქართულ ჩვენ საპატრულო პოლიცია, რომელიც კონკრეტულად ადგენს ადგილზე სქემას და იკვლევს ამ საკითხებს და ამის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას, ვის მიუძღვის ბრალი ამ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში. უნდა ითქვას, რომ ეხლა იმის მიხედვით, ვინცაც გადაწყდება, რომ ბრალეული პირი არის ავტოსაგზაო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგრამ მხარესაც აქვს თავისი უფლება, შესაძლებლობა აღნიშნული აქტი საჯარიმო ქვით არის, რომელიც გამოწერილი იქნება ავტო სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიმართ საპატრულო პოლიციის მხრიდან გაასაჩიროს, გახადოს სადაო სასამართლოსათვის. უნდა ითქვას, რომ არანაირ მტკიცებულებას არ აქვს, ასე რომ ვთქვათ, სავალდებულო ძალა. საქმეში არსებული მტკიცებულება და ერთობლიობით წყვეტს სასამართლო საქმის განხილვას. ანუ მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულება საქმისათვის მნიშვნელოვანია და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე არის, თუმცა ის წარმოადგენელი მტკიცებულებები, რომელიც საქმეში იქნება წარმოდგენილი და არ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან, აუცილებლად უნდა დასაბუთდეს, თუ რატომ არ იზიარებს სასამართლო ამ სახის მტკიცებულებებს. ეს არის დელიქტებთან მიმართებაში. ჩვენი გადაცემის ფორმატი დროში შეზღუდული არის, იცით ალბათ თქვენ, რომ სულ რაღაც 15-20 წუთი არის ამ გადაცემის ფორმატი, ამიტომ დღეს ჩვენ დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას, მოვიწევთ ისევ საინტერესო სტუმრებს, ვისაუბრებთ სხვადასხვა თემებზე. კარგად ბრძანდებოდეთ.